მე-6 ადგილზე მოდი ისევ ქართული ფილმი გავიყვანოთ. რა მშვენიერი ნაძვისხია. ნეილონისა? ეს რა მითხრა? ნეილონის აბა, ნამდვილად მიგამოგაწას დედაქალაქიდან. ეს ფილმი არის ნეილონის ნაძვისხე და თუ ეს ფილმი არ გინახავთ, აუცილებლად ნახეთ, რადგან 1985 წელს გადაღებულა ამ ფილმში იმდროინდელ საბჭოთა ფილმებისგან განსხვავებით ნაჩვენებია მაშინდელი საზოგადოების ნამდვილი სახე. ამ ფილმში ვერ ნახავთ შრომისგან ბედნიერ მეჩაიებს, ვერც საბჭოთა გეგმის შესრულების დროს მომღერალ საზოგადოებას. თქვენ სახეზე გატყობ ჩაის საკითხებს დანდებოდით დედაქალაქში ნამდვილად. რეჟისორმა რეზო ესაძემ ფილმში ინტუიციით და დიდი სიზუსტით აღწერა ქართველების იმპულსური ბუნება. დავთაფთები დიდებული ქალი ვყავ ჩვენ ეგრედებს. როგორ? იმას რომ არ დაეწერა ის წერილი რა ეშველებოდა ჩვენს ქართულ ჩაის. მალე ალბათ ფაბრიკამ ის მაგივრად ცემენტს გამოუშალდა. სცენარის მიხედვით 31 დეკემბერს ყოველმხრივ განსხვავებული ადამიანები ერთ ავტობუსში აღმოჩნდებიან. ახალი წლის დადგომამდე სულ რამდენიმე საათია დარჩენილი და ამის შემდეგ რაც ხდება, იმაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების მაყურებლებმა თავიანთი ქალაქების რეალობა დაინახეს. და როგორც სცენარის ავტორი ამირან დოლიძე აღნიშნავდა, ავტობუსის თახშული სივრცე იყო იგაური ფორმა სახელმწიფოსი, რომელიც არსაითკენ მიდიოდა. რომელი ხარ? ჩემზე უკეთესი და რავს კადრულობ ისე თქვენთვის რომ არ უკადრებიან ჩემ? ნაგავი ხართ ყველა. ვაიმე დედა? ვიღარ კაცოშე? მიცანი. ვერ გიცანი? არ დაგოჩდა თავზე კაცო. რა? ვიღარ კაცო შენ ვინ გამაგებით ერთი? უხრამადლია შენი ცემა. ყურებზე ხახვი არ დამაჭრა.